დავიწყეთ ლაივი. ველოდებით სრული შემადგენლობით ველოდებით როდის მიგვიწვევენ დარბაზში და ასე დაიწყება განხილვა ამ საკითხის. ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, სულ საბრძოლო მზადყოფნაში. თუმცა საერთოდ ისე ვიქცევით თითქოს არაფერი ხდება რა. ყველა ველოდებით შვიდად ჩამეიწერა პირბანები. ასე რომ ჩავთავდა აღარ შევწყვიტო ამ ლაივს. აგერ გლობოც მოვიდა ჩვენ. ვიღაცა არის ცუდად, როგორც ჩანს, დასაბუთახდა. ჩვენს გამოვარია ყველა. ჯამთელად ამყოფოს კაც. ადამიანი შენ. ახლა გამოაცხადეს კოვიდი არის. კაი კოვიდი არა. არის გამორიცხული რომ კოვიდიც დაუდგინონ უცებ. ჩვენ ხო ვიყავით მაგის მომსწრე იქ. საავადმყოფოში კაცი მოვიდა ტრავმირებული. სახის ცვლების ტრავმა ქონდა და შეიყვანეს და კოვიდით გამოიყვანეს იქიდან. დაყოვნებას დააგვირდი, რასაც ვიტყვი 2 წამის მერე მოდი შენთან. ტრანსლაცია. ცესკო შენობა მეგობრებო, სამ დაგვიძახებენ კარეთ გავალისო. შენიშნა მოგცეს უკვე, მომცეს რომ პირბადე გავიკეთო, მაგრამ არ გაუმეორებიათ. სანამდე დაგვიძახებენ, მანამდე აქედან ჩაგერთვებით. მოკლედ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ვინაიდან დღეს პრაქტიკულად უნდა გადაწყდეს საკითხი, დადგება თუ არა რეფერენდუმზე ჩვენი წინადადება. არ ვიცი, მე წარმომიდგენია რა შეიძლება გახდეს ხელის შემშლელი მიზეზი იმისა, რომ ეს საკითხი იქნას გადანილი რეფერენდუმზე და რის საფუძველზე უნდა გითხრან უარი. ვინაიდან საქართველოში რეფერენდუმის გზით რაიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ან კავშირის წევრობაზე ორჯერ უკვე ჩატარდა და რეალიზირდა რეფერენდუმი და რეფერენდუმის გადაწყვეტილება. პირველი ეს გახდათ საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფის და დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესახებ ჩატარდა რეფერენდუმი 1990 წელს და რომლის შედეგადაც საქართველომ დაიბრუნა, აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. მეორე რეფერენდუმი ჩატარდა 2008 წლის ბოლოს თუ ვწდები. როდესაც ქართველებს კითხეს, სურს თუ არა, რომ საქართველოს გახდეს ევროატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრი და ქართულმა ხალხმა კვლავ აბსოლუტური უმრავლესობით დაადასტურა მისი მისწრაფება ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკური ალიანსის წევრად გახდომისკენ. შესაბამისად, ეს ორი პრეცედენტი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ დაშვებული იქნას მესამე პრეცედენტი ანალოგიურად საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობიდან გასვლის შესახებ. ეს ერთი არგუმენტი. დანარჩენ არგუმენტებს ცხადია, ასე ვთქვათ, სხდომის პროცესში ჩვენ წარვადგენთ და ნახოთ, რა შედეგით დასრულდება დღევანდელი სხდომა. ეხლა მე მინდა გთხოვოთ უბრალოდ ვინც შემოსულები ხართ ლაივში, მაქსიმალურად გააზიაროთ ეს ლაივი, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს. ცხადია, მე არ მაქვს იმის იმედი, რომ ან ბექავარდოსანიძე ან ნებისმიერი სხვა გააზიარებს ამ ლაივს.
მაგრამ ეს მათი საქმეა. თუ ისინი არ თვლიან ამ სხდომას ან ამ საკითხს ისეთ მნიშვნელოვან საკითხად, რომ ყურადღება დაუთმონ, ეს მათი გადასაწყვეტია, არ ჩავერევი მათ ეგრეთ წოდებულ სარედაქციო პოლიტიკაში. პირდაპირ ეთერში ვარ. განსაკუთრებით ხაზი გვინდა გაუშვათ იმ ფაქტს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მარტო არჩევნებს არ ატარებს. გარკვეული იურისტების მიმართ მინდა ეს განცხადება გავაკეთო, რომლებიც აცხადებენ, რომ CSGO-ში რა გინდათ, არჩევნები ხომ არ არის. ცენტრალური საარჩევნო კომისიას ასევე აკისრია იმ გამოკითხვის ჩატარებაც, რასაც ქვია რეფერენდუმი, პლებისციტი და ასე შემდეგ. ამიტომ იურისტებმა ცოტა კანონებში რომ კარგად ჩაიხედოთ, კარგი იქნება. და რეფერენდუმის ჩატარება, რასაც მოასწავებს, ზუსტად რეფერენდუმის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა, საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი კი არა, თავარი მამოძრავებელი. ძირითადი საფუძველი იყო საბჭოთა კავშირის დაშლის ის რეფერენდუმი, რაც თვიად გამსახურდიამ ჩაატარა თავის დროზე, ასევე ნატოსთან მიმართებაშიც რეფერენდუმი გადაწყვეტილი ევროკავშირთან მიმართებაშიც. და შემდეგ კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩანაწერი გაჩნდა, რომ საქართველო ესწრაფის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს მნიშვნელობა აქვს და დღეს დგება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხი. ჩვენ ასე უყურებთ ამას, იმიტომ რომ ჯანომ ესეთი გადაწყვეტილებები მიიღო და ესეთ რეზოლუციებზე უნდა მოაწერო, რაც ჩვენ ფაქტობრივად დაგვაკარგიებს კონსტიტუციურ თავისუფლებას და შესაბამისად ჩვენ დამოკიდებული აღმოჩნდებით ჯანმოზე და ის გაატარებს თავის პოლიტიკას. როგორი პოლიტიკაც აი ამ 2 წლის განმავლობაში გაატარა. მანამდეც ატარებდა ის მსგავს პოლიტიკას, მაგრამ ეს საზოგადოებისთვის შევდივართ მეგობრებო. მოგვიხმეს ჩვენც ვისარგებლოთ იმით, რომ მოიწერებან. ამოძრავოთ, მოგესალმებით. ბატონო, მაგაზეც ვისაუბრებთ. დაჯიქი. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ. ცენტრალური საარჩევნო კომისია განიხილავს სარეფერენდუმო შემოთავაზებების საკითხს. მე თქვენ გადაიგეთ, რა. სულ თუ არა, საქართველოს დატოვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შესაძლოა ეს გამომართვეს. კომისიის წევრებისთვის და დამცველი საზოგადოებისთვის მინდა გავხატო, რომ მდინარე წლის 6 დეკემბერს შემოვიდა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წევრების ფადი კიპაროიძის, გიორგი დილუაშვილის, ლევან ჩხიკვაძის, ზვიად გოგიაშვილის, სოფიკო მაისურაძის, მიხეილ შიოშვილის და კვანცა მაისურაძის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია, რომ CSGO რეგისტრაციაში გაატაროს საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა და მის მიერ სარეფერენდუმო შემოთავაზებული საკითხი, სულთ თუ არა საქართველოს დატოვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ორგანული კანონით გათვალისწინებული წესებისა და პროცედურების დაცვით საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული სარეფერენდუმო კითხვის ფორმულირების დასუსტების მიზნით მდინარე წლის 20 დეკემბერს გაიმართა CSGO-ს სხდომა და განხორციელდა საკითხის დასუსტება, რომლის მიხედვითაც საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ განცხადებაში მითითებული სარეფერენდუმო შემოთავაზებული საკითხი დარჩა უცვლელი. შესაბამისად, იურიდიულმა დეპარტამენტმა შეისწავლა აღნიშნული საკითხი, ჩვენ გვექნება ყველა შესაძლებლობა მოვისმინოთ მათი პოზიცია, თუმცა ვიდრე გავეცნობთ ამ პოზიციას, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს უნდა ვთხოვო ხომასვეთ გავიგებთ ინფორმაცია და თავი პოზიცია მოაწოდოს კომისიას. მოგესალმებით. მე გახლავთ ზვიად გოგიაშვილი, ერთ-ერთი წევრი, როგორც
აღნიშნეთ ამ საინიციატივო ჯგუფის პროფესიით გახლავთ ბიოლოგი, კერძოდ ჭვავჭრიდის ბიოლოგიის სპეციალობით. რაც შეეხება პირობადის ტარების შესახებ შენიშვნას, ჩვენი ჯგუფი ზოგადად იმ ღონისძიებებს, რომელიც არასწორად ტარდება ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, გამოვხატავთ პროტესტს, თქვენ ქალბატონო ცნობისთვის გეტყვით, მაისის რაც გიკეთიათ ახლა. მაკვირვადის ფორის ზომა 271 ჯერ დიდია, ვიდრე ვირუსის ზომა, თუ არის ისე ცნობისთვის. რაც შეეხება საკითხს, რომელზედაც დღეს მოგვიწვიეთ. ფორმულირება მე მგონი მაქსიმალურად ცხადია ყველასთვის, როგორც არის დასმული საკითხი. ჩვენ საუბრობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან საქართველოს გასვლის შესახებ. ანუ მარტივად ვთქვათ, წევრობის დატოვების შესახებ. ბევრისთვის ეს შეიძლება თქვენ გამოცდების ბრძანდებით, ეს არის შოკის მომგვრელი განცხადება ჩვენი მხრიდან. იმიტომ განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში დამკვიდრდა ესეთი აზრი, თითქოს ჯანმოს გარეშე მსოფლიო დაიღუპება. ჩვენ თვლით პირიქით, მსოფლიო იღუპება სწორედ იმიტომ, რომ დღეს ჯანმო მართავს პროცესებს. ამას აქვს თავისი არგუმენტაცია, რომელზედაც ცხადია, როცა გეკნებათ შეკითხვები, ჩვენ უპასუხებთ. მაგრამ თავარი და უმთავრესი გახლავთ ის, რომ მსოფლიო ყველას თვალწინ მიდის ერთმართველობის, დიქტატორული მმართველობის მიმართულებით და დემოკრატიას, როგორც საზოგადოების მოწყობის და სახელმწიფოების მოწყობის ფორმას წერტილი ესმება. ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩვენი შეხედულება, ჩვენ უამრავი და მთელ მსოფლიოში უამრავი თანამოაზრე ყავს, მათ შორის წამყვან სპეციალისტები იმ დარგში და იმ სფეროში, რომლის გამოც არის მსოფლიოში ატეხილი ეს ამბავი, ანუ მედიცინის, ბიოლოგიის და ზოგადად სიცოცხლის მეცნიერებებს გულისხმობ და სამწუხაროდ დღესდღეობით წამყვანი სიტყვა ამ სფეროში აღებული აქვს არა სპეციალისტებს, არამედ პოლიტიკოსებს, მსახიობებს, სპორტსმენებს და ასე შემდეგ. ანუ სფეროსთან საერთოდ შემხებლობაში არ კონტირებს. თავად ჯანმოს გენერალური დირექტორიც, ბატონი ტედროს ადანოს გებრეიესიუსი, ძალიან საერთო რეპუტაციით სარგებლობს. როგორც ის ქვეყანაში, ეთიოპიაში, როდესაც ის ჯანდაცვის მინისტრი გახდათ და ასევე მთელ მსოფლიოში. მას კარგად იცნობენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ პიროვნებას, ვინც კი ოდესმე ყოფილა ჯანმოს გენერალური მდივანი და არა კომპეტენტურს. ყველაზე მთავარი ეს არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ საკითხი დავსვით ასეთნაირად, ვინაიდან ერთადერთ გზად, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო შეინარჩუნოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი. აქ სუვერენიტეტის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი. გახლავთ ის, რომ საქართველოს დატოვოს ის ორგანიზაცია, რომელიც მთელ მსოფლიოში უკვე გაცხადებულად, ეს არ არის კონსპირაციის თეორია. 2021 წლის 29 ნოემბრიდან 2021 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით ჯანმომ ჩაატარა მის ისტორიაში მეორედ მხოლოდ ხას უსვამო. ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც მან ჩაატარა ასამბლეა, გენერალური ასამბლეა, სადაც სოფლიოს 194 ქვეყნის უმაღლესი რანგის პირები, პრეზიდენტები, პრემიერები იღებდნენ მონაწილეობას. ზოგი დისტანციურად ერთვებოდა, ზოგი ფიზიკურად იყო ჩასული ჟენევაში. აი ამ ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემდგომი შეკრება გაიმართება 2022 წლის 22 მარტს, სადაც ყველა ქვეყანა, ვინც მონაწილეობდა, წარადგენს თავის ვარიანტს იმ ხელშეკრულებისა, რომელსაც დაარქვეს პანდემიური ხელშეკრულება, pandemic treaty, ასე შვებს ის ინგლისურად. ხოლო 2024 წლის ბოლომდე სახელმწიფოები შეიმუშავებენ იმ ჩარჩო ხელშეკრულებას,
რომელიც იქნება ჯანმოს კონსტიტუციის 19 მუხლის ქვეშ, ასე თქვა, ჯანმოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მექანიზმი, რათა პანდემიების და მსგავსი სოფლიო კატაკლიზმების შემთხვევაში ჯანმოს გადაეცეს გარკვეული აღმასრულებელი ფუნქცია, რათა ქვეყნებში სინქრონულად, შეთანხმებულად და ერთი წესით გატარდეს ყველა ის ღონისძიება, რაც საჭიროა აი ამ კატაკლიზმების შეჩერების და აღმოფხვრისათვის. სხვანაირად ვითარგმნოთ, მეგობრებო, თუ რაიმე გაურკვეველი ამ გადაწყვეტილებაში. ეს გახლავთ, რომ სოფლიოს სუვერენული ქვეყნები საკუთარ სუვერენიტეტს უთმობენ ერთ ცენტრალიზებულ სტრუქტურას, რომელიც იმოქმედებს ყველა მათგანის სახელით და დღესდღეობით თუ კი რაიმე რეკომენდაციის სახით მოგვეწოდება, სამომავლოდ ეს იქნება უკვე დირექტივის სახით მოწოდებული, რომელიც სავალდებულო იქნება აღსრულებისთვის. არავის ეგონოს, რომ ეს პროცესი თუ თავის ნებაზე წავიდა, არ დასრულება იმ შედეგით, რომელზეც ჩვენ საუბრობთ. ჩვენ 2 წლის განმავლობაში ვიწოდებდნენ შეთქმულების თეორეტიკოსებს, ბნელებს, ყველანაირი ეპითეტი იქნა ჩვენს მიმართ გამოყენებული იმის გამო, რომ 2 წლის წინათ რასაც ვამბობდით, 2 წლის წინ ეს ჩანდა თითქოს და იყო შეთქმულების თეორია. მაგრამ დღეს უკვე ეს უკვე განხორციელებული პრაქტიკა გახლავთ. არა თეორია, არამედ პრაქტიკაში რეალიზებული ყველაფერი დაწყებული ტვანე პასპორტებიდან, რომელზედაც ბილ გეიტსმა ჯერ კიდე 2020 წლის 15 აპრილს ისაუბრა ამერიკული ტელეკომპანია NBC-ს ეთერში და როდესაც ამის შესახებ მე პირადად ინფორმაცია გავავრცელე და თქვი, რომ ეს არის დიქტატორისგან გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი, დაცემის ობიექტი გავხდი, შენო სისულელების ჯერაო, რაღაცა მოიგოდიალა კაცმა, ეთქობა ასაკში შევიდა და რაღაც აურიაო. და ესეთი იყო რეაგირება ჩვენი საზოგადოების, მაგრამ დღეს უკვე ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, მის მიერ ეს ბოდვითი იდეა წამოყენებული უკვე რეალიზდება პრაქტიკაში. ასე რომ, მეგობრებო, ხილად გრძანდებოდეთ უკვე, ვიდრე ვინმეს რაიმე იარაღს მიაღწევთ და იქნებით თავდაჯერებული იმ შეხედულებებში, რომელიც დღეს გაგაჩნიათ შეიძლება. რომ ეს შეხედულებები მცდარი არ აღმოჩნდება. ეხლა, რაც შეეხება არგუმენტაციას, თქვენი კითხვების მიხედვით, ჩვენ გაგცემთ ყველა თქვენ შეკითხვაზე პასუხს და მზადა ვართ იურიდიული თუ სხვა სახის დასაბუთებები მოგახსენოთ, რატომ დავაყენეთ საკითხი აი ამ ჭრილში. დიდი მადლობა პოზიციის დაფიქსირებისთვის ტრანსპორტ კომისიას თავისი პოზიცია შესაძლებელი. თუ შეიძლება დავჩარდეთ. მადლობა. თავში მიკროფონი.
საქართველოს მიღებული იქნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრად, ხოლო 1990 მაისს საქართველოს შეუერთდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი პროცედურის დაცვის შედეგად. შესაბამისად, სარეფერენდუმო შემოთავაზებული საკითხის დადასტურებიდან გადაწყვეტა გამოიწვევს საერთაშორისო ხელშეკრულების დენონსირებას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო და რეფერენდუმის შესახებ საქართველოს პროგრამის კანონის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, იურიდიული დეპარტამენტის დასკვნით წარმოდგენილია განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც უარი ეთქვას რეგისტრაციაზე საინიციატივო ჯგუფს შემოთავაზებული სარეფერენდუმო კითხვით. დიდი მადლობა. შეიძლება გავცეთ პასუხი? ჯერ კომისიის წევრებს და შემდგომ მოგესალმებით. კი ბატონო, გვალობთ. კომისიის წევრებს მოგარაკავთ. კითხვები აქვს. ბატონი ივანე, ბატონი დიმიტრი, ბატონი ლევანი. თხოვთ ამ კითხვებით დავსვათ. მოგესალმებით, მივესალმებით საინიციატივო ჯგუფის წევრებს, კოლეგებს და მაყურებლებს. არის მიჩემი, ხო? ისიც არის აღნიშნული საკითხი, საქართველოს არ არის პირველი ქვეყანა, სადაც აღნიშნული საკითხი დადგა. საკმაოდ დეტალურად მოძიებული ინფორმაცია ამის შესახებ და არაერთ ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან, ანუ 20 წლის გაზაფხულიდან არის დაწყებული საპროტესტო მოძრაობები. სწორედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინააღმდეგ, ვინაიდან არსებობენ ადამიანები, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომლებიც თვლიან, რომ ეს ორგანიზაცია არ არის ეფექტური და მისი მოქმედებები ვერ უზრუნველყოფს პანდემიის უკეთეს მართვას. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ 2020 წელს, სწორედ მახსოვს, ამერიკის ეროვნული პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საერთო დაფინანსება შეუწყვეტა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, უბრალოდ გაანონსა, რომ შეწყვეტა დაფინანსებას. ხო, უბრალოდ მისი ვადა დასრულდა და ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, რომელიც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, რომელიც 400 მილიონ დოლარს წელიწადში საწყობს, აპირებდა, რომ ეს დაფინანსება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეეწყვიტა, სწორედ ამ მოტივით, რომ ეს ორგანიზაცია არ იყო ეფექტური. მე არ ვარ, რა თქმა უნდა, ამ საკითხის ექსპერტი და ვერ მოგახსენებთ ნამდვილად ეს ორგანიზაცია ეფექტურად მართავს პანდემიას არა, ბატონის როგორც ხედავ, აშკარად მეტი ინფორმაცია აქვს ამის თაობაზე. თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რაც შეგვიძლია და ისი უფლებამოსილებაც გვაქვს, არის ის, რომ განსაზღვროთ საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნის შემთხვევაში გვაქვს თუ არა უფლება, რომ ასეთი საინიციატივო ჯგუფი დავარეგისტრიროთ. აქ პასუხი მარტივია, იურიდიულ დეპარტამენტმა ახსნა ის ორგანული კანონები და შესაბამისი მუხლები, რომლის საფუძველზეც ვერ მოხდება ამის რეგისტრაცია და ერთადერთი დავამატებ, რომ საქართველოს კონსტიტუციაც მისი 52 მუხლის მეორე ნაწილიც პირდაპირ ძალავს საერთაშორისო ხელშეკრულების დენონსირების მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარებას. შესაბამისად, იურიდიულად და სამართლებრივად ყოველგვარი მოხებული ვარ შესაძლებლობას, რომ ეს მოთხოვნა დავარეგისტრირებ და სწორედ ამიტომ ჩვენ ხარს იურიდიული დეპარტამენტის კანონმდებლობას. თორე ისე სულისკვეთება ჩემს აბსოლუტურად გასაგებია და ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ასეთი სულისკვეთებით აქვს. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონი ივანე პოზიციისთვის, ბატონი დიმიტრის მოსვლით, შემდგომ ბატონი ლევანი. მოგესალმებით ყველას. პრინციპში არის მის ხმა უკაცრავად. ზუსტად ამ ნაწილში მინდა ჩავიკითხოთ რეგისტრების საკმაოდ შესწავლილი აქვს. თუმცა იმაზე უნდა ვისაუბროთ, რამდენი კონტრიბუტორი სამფენში აქვს, რომ დაიწყო რამდენი წელი არსებობს ასაკეთება და კონკრეტული დავთვალა ხელმძღვანელი. თქვენს გამოსვლაში იყო ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც ჩვენი გადაწყვეტის ხარჯებთან იქნება კავშირში. თქვენ ახსენეთ ესეთი რაღაცა, რომ სავალდებულო გახდებაო ჩვენი ქვეყნისთვის რაღაც ძები, რასაც ეს ორგანიზაცია ჩვენ აღვავებს. მე მაინტერესებს ამ სავალდებულობას როგორ ხედავ სამართლებრივად ჩვენ დამამართებაში და თქვის ჰიპოთეტურად ჩვენ სამართლებრივ სივრცეს დააგვეს მომავალში რა აზრი აქვს იმ რეფერენდუმის ჩატარებაზე ის რაღაცა დონეზე უნდა დამყარდეს მათ შორის ჩანაწერია. ეს მაინტერესებს. თუ მაინც ვიღაცა ისე მოგერევა რომ არ ვიასებებ როგორც სახელმწიფო რა აზრია ამ რეფერენდუმის ჩატარებას ეს უნდა დავიგეს თავში. აბა გასაგებია, მადლობთ შეკითხვით. გასაგებია, ბატონი დიმიტრი, მადლობა, ბატონი ლევანს უსმენ, შემდგომ ბატონი ანა. ჯობათ, მე ხარს მიჭერა ამ კითხვას და ლევანი. აი, ეხლა რა ვაჭიროთ? ეს ისმის ცოტა ახოს.
თემაზე რეფერენდუმი. ცით რა მაინტერესებს აქ წერია რომ რეფერენდუმის საკანონში რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ. და ასევე წერია რომ არ შეიძლება კანონის მისაღება და გასაუბრება. იდეაში საბოლოო ჯამში რასაც არ უნდა იყოს რეფერენდუმი, რასაც არ უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი, მაინც საბოლოოდ მივიდივართ იქამდე, რომ ან კანონის შესრულებითაც, ან გაუქმება, ან მიიღება. მაგალითად, იგივე იყო 2003 წელს ჩატარდა თურქეთში რეფერენდუმი პარლამენტის შეცვლების შესახებ. იქაც კითხვის ფორმულირება ეგეთი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეები თანახმოვანია თუ არა პარლამენტარის რაოდენობა რაღაცა X რაოდენობიდან შემცირდეს რაღაც რაოდენობამდე. და ეს რეფერენდუმი ჩატარდა და იქაც საბოლოოდ მაინც ტექნიკურად კანონისება გამოიწვია და ნებისმიერ საკითხი რო ავიღოთ სხვაც პრინციპში ალბათ 99%-ში გამოიწვევს კანონის ცვლილებას და ამიტომ ხო ეს ჩანაწერი რომელიც გულისხმობს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ რეფერენდუმის გამართვის საკითხობას სხვანაირ დაგებად ხო არ შეიძლება ამას მოეწევოს და კონტესტს. და ისეთი როგორც დღეს ამ ბევრ საკითხთან დაკავშირების ვენია ეს რომ კანონის მისაღებად ან შეცვლისთვის ან დენონსირების საერთაშორისო რამოს არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება და სხვანაირი გაგება ხო არ ჭირდება ამ ჩანაწერს. ანუ აქ არ არის კითხვა ისეთი რომ აი რეფერენდუმი ჩავატაროთ იმის შესახებ რაღაცა ხელშეკრულებას მიუერთდეთ ან ეს ხელშეკრულება შეცვალოთ თუ არა. ან ზოგადი კითხვა არის ის რომ უნდა იყოს თუ არა ჯანმოს ესმის რომ საბოლოოდ ეს გამოიწვევს იმას რომ დენონსირება გავაკეთოთ და საერთაშორისო ხელშეკრულება იცვლება, მაგრამ მაგაგებით მისმა მინდოდა რომ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში შეიძლება რაღაც ცვლილება მოიწვიოს კანონში. და ასევე ინიციატორებთან მაქვს კითხვა, ეს არგუმენტი არის ესმის რომ ეს ჩანაწერი და თქვენ თქვენ კიდე რამე სხვა არგუმენტი დამატებით. არა, ჩვენ როდესაც მოგვეცემა საშუალება გავცემ ამაზე პასუხს. დიდი მადლობა ბატონო ლევან, ბატონო ქალბატონი ანა, შეგვიძლია ბატონი გიორგი შარაბი. ეს ის გამოდაკრისის შემთხვევა ბატონებს იურიდიული დეპარტამენტის უმზადებელ პროექტს უადვიჩნდი ძალიან კარგად არის დასამტკიცებელი ბატონ შეიძლება ჩატარდეს ეს რეფერენდუმი და ამიტომ ჩემი ხარდაჭერა პირველ რიგში ვიტყვით რომ იქნება ამ განკარგულებას რაც შეეხება კითხვას ფიქრობ რომ როგორი იურიდიული დასაკუთრებაც არ უნდა არსებობდეს რამაც შეიძლება ეს რეფერენდუმი ჩაატაროს. ეს კითხვა იწვევს ჩემთვის ძალიან სახიფათო მესიჯებს რომელიც ამ სწავლე პანდემიურ პერიოდში შეიძლება საზოგადოებაში გაჩნდეს. ჩვენ ამ ადმინისტრაციამ საარჩევნო პერიოდში დაკარგა არაერთი ადამიანი სწორედ ამ ბერადი ვირუსის გამო და არ მიმაჩნია ეხლა სწორად სადღაც იმ ორგანიზაციიდან გამოსვლა თუ მიერთება და მოკლედ ამ პროპაგანდის გავრცელება რომელსაც ეხლა თქვენც თუ არაერთი სხვა ჯგუფი ხელს უწყობს შესაბამისად როგორც შინაარსობრივად არ ვეთანხმები ამ რეფერენდუმის ტექსტს აქედან გამომდინარეც მხარს დავჭერ ამ განკარგულებას რომელიც გამოტანილია იურიდიულ დეპარტამენტის. ანა კობახიძე. დიდი მადლობა ქალბატონო ანა, ბატონო გიორგის უსმენთ. მოგესალმებით, მე ძალიან მინდა რომ ამ შემთხვევაში ჩვენმა ტრანსლაცია და ზოგადად მინდა განვარტო ჩვენი მუსიკა ჩემი აზრით ის რომ დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია არ ნიშნავს რეფერენდუმს ან უარს არ რეფერენდუმზე. კანონში ჩვენი პრემუსილება არის მარტივად ცალსახა, მოუწონს საკითხი თუ არ მოუწონს ის საკითხი უნდა იყოს კანონის შესაბამისი. აქ არის ერთადერთი საარჩევნო ადმინისტრაციის პრემუსილება არის ერთადერთი დაადგინოს კითხვის შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან. და თუ ის მიიჩნევს რომ კანონის მოთხოვნები სწორია გაადანოს რეგისტრაციაში და შემდეგ არის რეფერენდუმის დანიშვნა არ დანიშნვის საკითხი ხელმოწერების არა თუ შეიძლება დავიწყოთ ხელმოწერების არის მესმის მაგრამ ხელმოწერების შეგროვება შემდეგ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ არის გადასაწყვეტი საკითხი და მე არ მინდა გამიშეს შაბეჭდილება დარჩეს მსმენელსაც და დაინტერესებულ ხარისას რომ საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს რაიმე კომპეტენცია
რეფერენდუმის მოწონება არ მოწონებასთან დაკავშირებით. საკითხს და შინაარსს სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს დამოკიდებულება და არა მარტო ამ საკითხის მიმართ. უამრავი სარეფერენდუმო საკითხის შემოსულა და მაშინაც ჩვენ გადაწყვეტილება მივიღებთ მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რა არის კანონის მოთხოვნა. ამიტომაც მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში პატრიციული საინიციატივო ჯგუფის წევრებსაც დარწმუნებული ვარ იციან კანონმდებლობის ეს მოთხოვნა და საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენცია. მეორე მხრივ ის რომ ჩვენ ფართოდ ან რაღაც სხვანაირად გამართოთ კანონმდებლობა, ამაზე მე ვფიქრობ, რომ სულ სხვა დონის და სულ სხვა საკითხის შეძლება საჭირო, გულისხმობ თვითონ რეფერენდუმის შესახებ კანონს და გულისხმობ თვითონ იმ მოწყობას, რაც საქართველოს სახელმწიფოს შორის არაპირული წერია, ძალიან დიდი ხანია რეფერენდუმის შესახებ კანონი. იცნობს სწორედ ამ ორ მოთხოვნას ერთ-ერთ მთავარს. ერთი არის, რომ არ შეიძლება რეფერენდუმის გამართვა კანონის მისაღებად და გასაუბრებლად და მეორე საერთაშორისო ხელშეკრულების მისაღებად და დენონსაციისთვის. ეს ორი მოთხოვნა იმ თავითვე, როცა შეიქმნა რეფერენდუმის შესახებ კანონი, მაშინათვე არსებობდა. მიუხედავად იმისა, მე ის შევიდა საარჩევნო კოდექსში თუ არ შევიდა. ამიტომაც მე რა თქმა უნდა, როგორც საარჩევნო მოხელე, ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ იმ კომპეტენციაში, არც ერთ შემთხვევაში მე ვერ ვიტყვი ეს საკითხი მომწონს თუ არ მომწონს, შეიძლება მომწონდეს და შეიძლება არ მომწონდეს, მაგრამ ჩემი კომპეტენციის ფარგლებია ის, დავადგინო და ჩემი რწმენით ხმამივცე იმას, შესაბამება საკითხი კანონის მოთხოვნებს თუ არა. დღეს ყველა როგორი იქნება კანონი, ამაზეც ვერ ვიჩვენებთ. ეს სულ სხვა ორგანოს საკითხია და იმან უნდა გადაწყვეტოს. ასე რომ, რა თქმა უნდა, მოცემულ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმას, რას გვეუბნება კანონი. რას გვეუბნება კანონი დღეს გამოუცა იურიდიულმა დეპარტამენტმა. ასე რომ, მე რა თქმა უნდა ხარს დავჭერი დეპარტამენტის დასწრებას. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, თქვენ გავს უბრალოდ ერთი წუთი იმისთვის, რომ დამოუკიდებლობები განავითაროთ და შემდგომ უკვე დავაყენოთ საკითხს. ესეთ ერთი წუთის ძალიან მცირე დროა იმისთვის, რომ უპასუხო და კითხვა დასვა. კითხვებზე პასუხი შეგვიძლია თქმა გაზეთ. ეს დამატებითი შესაძლებლობა შემი გადაწყვეტილებით გაზეთ, თორემ რეალურად მე მეგონა კითხვაზე თუ კითხვებზე რა თქმა უნდა შეგვიძლია გაზეთ პასუხი. დავიწყებ მაშინ იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლით. ბატონებო, ჩვენ წინა სტომაზე თქვენ დაგვიბარეთ და მოგვიწვით იმისთვის, რომ დაგვეζუსტებინა შეკითხვა. და ჩვენ შეკითხვა დავტოვეთ უცხოურად. და შეკითხვის ფორმულირებაში არც დენონსაცია არ ახსენება. არც გაუქმება რაიმე ხელშეკრულების. აქ ლაპარაკია წერობის დატოვებაზე. ხოდით ანალოგიას გეტყვით. როდესაც დიდ ბრიტანეთში სულ ახლახან ჩატარდა რეფერენდუმი ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე, ბრიტანელებს კითხეს, სურთ თუ არა დიდმა ბრიტანეთმა დატოვოს ევროკავშირი. არავის არ უკითხავთ ამას რა იურიდიული მექანიზმების ამუშავება დასჭირდებოდა და რა იქნებოდა ამის შედეგი იურიდიული თვალსაზრისით. და იურიდიული თვალსაზრისით კიდე შედეგი გახდათ ის, რომ მთელი 2 წლის განმავლობაში, თუ შეიძლება მეც მომისმინოთ რა. 2 წლის განმავლობაში ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ცალკე ჩარჩო ხელშეკრულების დადებაზე გასვლასთან დაკავშირებით, რომელიც საბოლოო ჯამში ვერ იქნა დიდ ბრიტანეთის პარლამენტში რატიფიცირებული, რის გამოც ტერეზა მეი გადადგა საერთო პრემიერობიდან, ბორის ჯონსონმაც ვერ მიაღწია საერთო კონსენსუსს და იმ უმრავლესობას, რომ ხარი დაეჭირათ ამ ხელშეკრულებისთვის და დიდმა ბრიტანეთმა ისე დატოვა ევროკავშირი, რომ ხელშეკრულება, ჩარჩო ხელშეკრულება ევროკავშირთან გასვლის თაობაზე არ გაფორმებულა. ეს იყო no deal exit ინგლისურად ვთქვათ. ჩვენ საკითხი, თქვენ კარგად ვწანეთ, რომ ჩვენ შესწავლილი გვექნება სავარაუდოდ საკითხი და კანონმდებლობა. დიახაც, კარგად გვაქვს შესწავლილი. კანონში რაც არ წერია, იმის ინტერპრეტაციის უფლება არც თქვენი იურიდიული სამსახურის და არც ამ ქვეყანაში არავის არ აქვს მაგის უფლება. კანონში წერია კონკრეტულად, თუ კი დგას საკითხი დენონსაციაზე ან ხელშეკრულების გაუქმებაზე, ამ შემთხვევაში იგრძელება რეფერენდუმის ჩატარება. რომელიც სიტყვით ვაცხადებ ჩვენს წინადადებაში,
რომ გაუქმდეს ხელშეკრულება ან მოხდეს დენონსაცია. შეგიძლიათ ვაჩვენოთ წინადადებაში ეს ფრაზა? ველოდებით ვახსოვთ, მაჩვენეთ რომელი სიტყვით ვამბობთ და ვსვავ საკითხს, რომ მოხდეს დენონსაცია ან გაუქმება რაიმეს. ველოდებით პასუხს იურიდიული დეპარტამენტიდან. შეიძლება დაასრულოთ და შეგვიძლია. არა, მე კითხვაში ველოდები ახლა პასუხს. სად წერია ჩვენს წინადადებაში, რომელიც დაგვაზუსტებინეთ წინას ხდომაზე, რომ ჩვენ ვითხოვთ დენონსაციას ან გაუქმებას საერთაშორისო ხელშეკრულებაში. დაასრულეთ და შეგვიძლია გასულოთ. მეორე, კარგი, გავაზრდეთ მაშინ. როდესაც საქართველოში ჩატარდა დიდი გულიშის მოდი შეგაწოდეთ. თქვენ ახლა საპასუხოს არ აკეთებთ. საპასუხოს არა, საპასუხოს არა. თქვენ შეგიძლიათ კომისიის წევრების კითხვებს უპასუხოთ და შემდგომ კომისიის დასვლას პასუხობ, კომისიის დასვლა არა, ეს არის იურიდიული დეპარტამენტი. ნუ გასაგებია, მაპატიეთ კომისია ჩვენს გადაწყვეტილებაში ავსახავთ. კი ბატონო, იურიდიული სამსახურის დასვნას პასუხობ, სადაც არასწორი ინტერპრეტაცია მინიჭებული ჩვენს მიერ დაყენებულ საკითხს და მოქცეულია კანონის იმ დათქმაში, რომელიც ჩვენ არ გვიგულისხმია საერთოდ. ეხლაც ვადასტურებთ, ჩვენ არ გითხოთ არანაირი ხელშეკრულების გაწყვეტას, არაფრის დენონსაციას და ანალოგს გეტყვით, როდესაც საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი და ქალბატონ ანასაც ალბათ ეხსომება, საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში პლებისციტი იყო. ერთი წუთით. პლებისციტი იყო. სხვადასხვა რამე. პლებისციტი ჩატარდა მხოლოდ იმიტომ და არ ჩატარდა რეფერენდუმი, რომ ეს ვერ ჩატარდებოდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გამომდინარე იქიდან, რომ იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე. ერთი წუთით. კარგით, თუ კი თქვენ საუბრობთ, რომელი ფორმა ავირჩიოთ ხალხის გამოკითხვის, პლებისციტი თუ რა ქვია, რეფერენდუმი, ეს საკითხი თუ იხილება, ეს სხვა თემაა, მაგრამ მე გეტყვით, თუნდაც პლებისციტი რა ფორმულირება ქონდა მაშინ შეკითხვას? აბა გავიხსენოთ და მიპასუხეთ, რა ფორმულირება ქონდა? გსურთ თუ არა საქართველო გახდეს ნატოს წევრი, იყო თუ არა ასე? ანუ წევრობის თაობაზე შეკითხვა დაისვა საქართველოში და გამოიკითხა ხალხი? თუ კი წევრობის თაობაზე შეიძლება კითხვის დასმა, წევრობის დატოვებაზე რატო არ შეიძლება კითხვის დასმა? რაც შეეხება პირადი, აი როგორც თქვენ ბატონო გიორგი შარაძემ სწორად კარგად შენიშნა, კომისიის წევრები აქ აბსოლუტურად მიუკერძოებლები უნდა იყვნენ საკითხისადმი, უნდა იყვნენ ნეიტრალურები, პირადი ემოციებისგან დაცლილები და ჩვენ საკითხს რაც დავსვით, ეს თუ ვინმეს პირად ემოციებს რამეთი არ შეესაბამება, ეს უაც არ უნდა იყოს სახელმძღვანელო იმისთვის, რომ იქნეს გადაწყვეტილება იურიდიული კუთხით მიღებული. თემი და არის ბრმა და ის არ უყურებს, ვინ აყენებს საკითხს, თავარი არის სამართლიანად გადაწყდეს ესა თუ ის საკითხი. აქედან გამომდინარე, მე დავასრულებ, ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, ჩვენ არ ვითხოვთ არანაირ ხელშეკრულების დენონსაციას, გაუქმებას, ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ერთ რამეს. ხალხმა გამოთქვას თავისი აზრი, სურს თუ არა, რომ საქართველო დარჩეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, თუ მას სურს რომ დატოვოს საქართველომ ეს წევრობა. შესაბამისად, თუ გადაწყდება საკითხი, რომ საქართველომ უნდა დატოვოს და ხალხი ამას ხარს დაუჭერს, შემდგომ უკვე იურიდიული პროცედურები, რომელიც აუცილებელი იქნება ამ წევრობის დატოვებისთვის, შემდგომ დაიწყება ეს ყველაფერი. რეფერენდუმი წყვეტს ხალხის ნებას, სურს თუ არა საქართველო დარჩეს ჯანმოს წევრი ქვეყანა და ერთს დავამატებ კიდე. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმო პირველი ორგანიზაცია გაეროს ეგიდით, ასე ვთქვათ, შექმნილი 1957 წელს. წევრობა არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ჯანმოს წევრობა და გაეროს წევრობა ორი სხვადასხვა რამეა. არსებობენ გაეროს წევრი ქვეყნები, რომლებიც არ არიან ჯანმოს წევრი ქვეყნები. აქედან გამომდინარე, სრულიად თავისუფლად შესაძლებელია ამის შესახებ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებთანაც გავიარეთ კონსულტაციები, ქვეყანა არ იყოს ჯანმოს წევრი, ისე რომ გააგრძელოს გაეროს წევრობა. აი ეს არის ჩემი პასუხი.
რეალურად ახსენებს მიზეზი, იმის მოსახლეობის აპეის იქნებოდა საინტერესო ნამდვილად იქნებოდა საქართველოს მოსახლეობა ასწავლოს მოსახლეობაში უკითხავდა გამოვიდა თუ არა ეს მეორე თქვენ ამასწრე სავალდებულო გახდება ჩვენთვის ის რეკომენდაცია რომელსაც ჯანმრთელობა მოწესდეს აიღება და პირბადეები ახლა უკეთია. აი ამ სავალდებულობაზე გითხეთ მე შემდეგ კონსტიტუციური ჩანაწერი იგივე მოსახლეობადია თუ არა უკეთეს და ასე შემდეგ ამას აკეთებს თქვენი სარეფერენდუმი თქვა გადაწყვეტა საქართველოს მოსახლეობამ რომ არა გამოვიდეს ეს აღსანიშნავია შემდეგ ხო? თუ ისეთი ძლიერი ეს ორგანიზაცია რომ მაინც სავალდებულოს გახდი ჩვენი ქვეყნისთვის რაღაცას რამში თუ მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფო ვარიაციებს მაშინ რა აზრია ამ რეფერენდუმის ჩატარებას ეს თვითონ არის პირველი რაც შეეხება შეკითხვას იმის თაობაზე გახდება თუ არა რაიმე სავალდებულო ჩვენთვის გაეცანით ასამბლეის გადაწყვეტილებებს მასალებს მე არ იმის საშუალება ახლა ნამდვილად არ მაქვს დეტალებში მოგიყვეთ რა არის იქ გასახული გაწერილია უკვე გეგმა ამ ფორმატში გეუბნებით რომ ჩვენ კარდაკარ გივლით პირობას გაძლევთ და თითოეულ მოქალაქეს აუხსნით რა საფრთხეები დგას ამის უკან უბრალოდ დღევანდელი შეხვედრის ფორმატი არ მანდებს იმის საშუალებას დეტალურად აგიხსნათ ეს ყველაფერი იმიტომ რომ 3 დღის განმავლობაში ჩატარებული ასამბლეის მასალებს სამწუთში მე არ ვერ მოგიყვებით ამიტომ გირჩევთ გაეცნოთ გაეროს გაეროსა და უკაცრავად სოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ასამბლეის მიგიტინგის 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე ჩატარდა ასამბლეა გაეცანთ მის ვიდეო და ტექსტურ მასალებს რაც შეეხება გასაგებია ანუ თქვენ კი ბატონო მარტივად მეტალების გაცნობა და იმ სამიერი შესაბამისი გვერდების გაცნობა მაგრამ თავარი ნარატივი ის არის რომ ჩვენ სახელმწიფოებრიობა როდესაც საუბარია რომ თავმჯდომარეებმა უნდა გადასცენ დელეგირება უნდა გაუკეთონ ჯანმოს უნდა გადასცენ უფლებამოსილება გარკვეული ღონისძიებები ქვეყნის შიგნით ადაროს და ამისთვის გამოიყენოს გინდათ სამხედრო ძალა ეს თქვენი აზრით რას ნიშნავს რას ნიშნავს ეს სუვერენიტეტის დათვლობას არ ნიშნავს ამიტომ თუ კი თქვენ ასე აკეთებთ აი თუ მაინც მოგვერებიან რას ნიშნავს თუ მაინც მოგვერებიან რუსეთიც მაინც გვერევა და ამიტომ შევწყვიტოთ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების მცდელობები მე კითხვა მაქვს ასეთი რუსეთი მაინც მოგვერევა ჩვენ და მაინც გვჯობნის ამიტომ გავჩერდეთ არაფერი არ გავაკეთოთ იმ შემთხვევაში თუ კი გავხდებით ამ ყველაფრის მონაწილე, მაშინ გახდება სავალდებულო და თუ კი ამას დატოვებ და არ იქნება მონაწილე, მაშინ ვერავინ ვერაფერს ვერ გიზავს. ეს არის მთავარი რა, ბატონ ლევანსაც უნდა ორი სიტყვით თქვა ამასთან დაკავშირებით. აი ბატონ ცემულის კითხვას გავცემ ახლა პასუხს. იმ 3 დღის ჯანმოს ასამბლეის წინას არა, მაგრამ მე პოსტულატებში ნაწერია იმას გეტყვით ახლა. ჯანმო ითხოვს რომ პირველად კონდეთ მათ აქ გაშეკულებას 22 წლის 22 მარტს ახლა ითხოვენ რომ შემდეგ ჩარჩოქაშეკულების პროექტი სადაც ეწერება რომ იქ რაც მიიღეს იქ არის რა უნდა ჯანმოს რას სთავაზობს თავის წევრებს რომ მას შეიძლება ხოხას უსვებ კიდე ყველა რო იცოდეთ ჯანმო მაგიარა რომ აქამდე პანდემია არ გამოუცხადებია ისე რო იცოდეთ რა კარგად ჩახედეთ როგორ გატყუებდნენ ეს ერთი მეორე ეხლა რომ შეიკრიბნენ მეორე თუ არსებობის მანძილზე იმიტომ შეიკრიბნენ რომ ეხლა რომ გამოაცხადებენ აი ახალი დავალდებულებები იქ დელეგირება უნდათ რომ მოახდინოს სახელმწიფო მართლმსაჯულებით თავისუფლება მოსილება გადასცეს ჯანმოს და ამის გარდა ჯანმოს მიეცეს უფლება მოსახლეობის როგორც არასასურველი ევაკუაციის. თქვენ ხვდებით რაზე ლაპარაკი? აი მოვლენს სახში გამოგიცხადებენ ინტერვიას მოვლენს საქმე გეტყვით თქვენ აქ ცხოვრობთ არა ეხლა იქ უნდა იცხოვროთ სადღაც. თქვენ ხვდებით რაზე ლაპარაკი? თანამედროვე ტიპის საკონტრაქტო ბანაკებზეა ლაპარაკი. თუ თქვენ ამ პლანეტაზე არ ცხოვრობთ და თუ ინფორმაციას არ იღებთ. თუ იქნება ვინმე მითხრას, რაც გუშინი და ჯანდაცვის მინისტრია
რომ გაიდლაინები არის კატასტროფა, სწორედ ჯანმოს გაიდლაინების გამო არის ხალხი დახოცილდა რაიმე ვირუსით. თუ პირველად გესმით თქვენ აქ საკითხი დგას საქართველოს როგორც სახელმწიფოებრიობაზე, ასევე მოსახლეობის გადარჩენაზე, მათ ჯანმრთელობაზე. საქართველოს თუ გავიწდება თქვენ, რომ არის მედიცინის საკვანი. ალბათ იცით ხომ? და საქართველოს შესაბამისად არ ჭირდება არ არის სხვა უცხოპლანეტები, ექიმები, იმისათვის ადამიანები ჯანმრთელად აყოფონ. მე თვითონ გახლავართ მიკრობიოლოგი და ვაიძულეთ ამირან გაფრელიძე რომ ეთქვა რომ ვირუსი არა აქვს სტაბილობით და 2 წელი საქმე დაგწევს და ქვეყანას ეკონომიკა ჩამოუგრიეს. აქედან გამომდინარე სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაზე აქ ლაპარაკი და მოსახლეობას უნდა ვკითხოთ, დიახაც მოსახლეობას უნდა ვკითხოთ. კანონებს ადამიანი კი არ აწევს, წერს დროება, დროის მოთხოვნაა. სახელმწიფოს გადარჩენისთვის საჭიროა გააკეთეთ ყველაფერად საქართველოს გადარჩენის საჭიროა. სანანებელი რო არ გაგიხდეთ და თქვენ შვილებს და შვილიშვილებს თვალებში ჩაგდოთ თუ ცოცხალი მოესწრება ვინმე კიდე რამეს. ერთ დავამატებ უკაცრავად აინტერესებდა ჯანმო ახორციელებს თუ არა ანუ ზეწოლას. პირბადები რატო გიკეთიათ? პირბადები რატო გიკეთიათ? ვისი რეკომენდაციით? აი გისვამ შეკითხვას. ამ პირბადის გულისთვის იმიტომ რომ ეს არაფერს არ გვიცავს, პირიქით ზიანს აყენებს ჩვენს ორგანოს. ამის გულისთვის ბორკილები დამადეს და პოლიციაში განყოფილებაში ვიყავი მთელი ამის განმავლობაში. და სასამართლო მოიგე. და სასამართლო მოიგე, იმიტომ რომ ჩემს მიმართ განხორციელდა ძალადობა. იმ დროს, როდესაც რეკომენდაციის სახი აქვს ამას. და ამ შემთხვევაში უკვე რეკომენდაცია აღარ იქნება. აი თქვენ რო გიკეთიათ შავი პირბადე. თქვენ იცით რომ საერთოდ არის სასუნა. და საერთოდ არ შეიძლება. და ვისაც გიკეთიათ ეს პირბადები, ისთვის გიკეთიათ? იმიტომ რომ ჯანმო მიიღო ეს რეკომენდაცია. ღვასი არის რამე მეშლება? ეს რა რეკომენდაცია და როდესაც ამას რეკომენდაციის სახი არ ექნება და ამას უკვე იწვლებითი სახე ექნება. პირბადეს კი არა. უარეს გაგიკეთებენ. და ვისაც სიამოვნებს ამების კეთება თავისინება არის. ასევე გაიხსენეთ 2005 წელს კამპის გრიპთან დაკავშირებით. თქვენ შეიძლება არ გაქვთ ინფორმაცია, მაგრამ ეს პირბადები საერთოდ იკრძალებოდა. თუ იცით რატო? კამპის გრიპის ვირუსი შიგნით გადიოდა და შესაბამისად ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობდა. არაერთი სარეკლამოში იყო გაკეთებული, როდესაც აი ეს პირდაპირ ასე წითელი ხაზი ჰქონდათ გადასმული ჩინეთში და რეკომენდაციას უწევდნენ მეორე პირბადეს ნუმერაციით N95. ხო, რაღაც. ანუ ეს პირბადები არაფრისგან არ იცავთ. რატო გიკეთიათ? იმიტომ რომ ჯანმო გითხრათ, ხო? არა, პირბადისას კი არ ვიხილავთ, იმას ვიხილავთ, თუ ჯანმო ზეწოლას როგორ განახორციელებს. და დღეს როგორ ახორციელებს. თავის კონსტიტუციაა გიბას და ჯანმოს აქვს თავის კონსტიტუცია. პოლონეთს ზუსტად მაგ შეუზღუდა. ჯანმოს კონსტიტუცია იმოქმედებს პოლონეთშიო. პოლონეთში არ იყო სავალდებულო არც ვაქცინაცია, როდესაც არც ტესტირებები. დაიძულეს. და ბოლომდე ჯერაც ვერ გაიტანეს საპროტესტო აქციები ტარდება იქ. და დღეს დასმული შეკითხვა ზუსტად კანონის შესაბამისობაში არის და ხალხის ნებასურველი უნდა იყოს. საქართველო იქნება თუ არა ჯანმოს წევრი. ეს საკითხი არის სარეფერენდუმო საკითხი და ის არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე დაბიენილების გაუქმებას. აქა ხალხის ნებასურვილის გამოხატვა და ამ კითხვაში გამოიხატება ხალხის ნებასურვილი. არა რომელიმე ბრძანების, არა რომელიმე კანონის, არა რომელიმე ხელშეკრულების გაუქმება. დიდი მადლობა. ერთ დავამატებ ხოლმე რეპლიკის სახით, ვაპატიეთ. არა. ეს არის საკითხი, რომ ხალხს მივცეთ თუ არა უფლება გამოხატოს თავისი ნება. ეს საკითხი დგას აქ, სხვა საკითხი არ დგას. კი ბატონო. ესე არ არის მივედი რამდენჯერაც უნდა კომენტარი გააკეთოთ. პირიქით გასვლით იმის შესაძლებლობას თავისუფლად გამოხატოთ თქვენი პოზიცია დაიცვათ. დიდი მადლობა. მოაწოდოთ კომისიას
ინფორმაცია, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ხოლმე სანამ აღნიშნულ ეპიკას კომენტარს ვუთხოვთ, ვითხოვეთ ეს სიტყვა, ეს არ არის ესე მიხვდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოგეცით პირიქით ძალიან დიდი შესაძლებლობა მათ შორის ყველა წევრს მიუხედავად იმისა, რომ პროცედურის მეთოდი წარმოადგენს ინიციატივის ჯგუფი. დიახ, ძალიან მოკლედ შეიძლება ამ საკითხი უნდა დავაყენოთ რეგისტრაზე და თუ შეიძლება ასევე ჩვენ იურიდიულმა დეპარტამენტმა წარმოადგინა თავისი დასკვნა, რომელიც ეხება ინფორმაციულ სამართლებრივ საკითხებს, რომელიც ყველა შეიძლება გამოიწვიოს საკითხის რეგისტრაციაში გატარება, ამიტომ ამ მიმართულებით თუ გაქვთ რამდენი შესაძლებლობა დავაფიქსიროთ, ვიდრე თქვა ჩვენ ვისაუბროთ აქ ინფორმაციის შესაძლებლობაზე, გაკეთებაზე და ასე შემდეგ. ბატონო, აბეთახმევთ. თითოეულ თქვენთაგაზე დამოკიდებული არის ხვანდელი საქართველოსი. ეს ქვეყანა უნდა როგორ ისწავლოს ქვეყანა და სიმშვიდით გადაიაროს ბევრი რამ. კარგად იცით, კარგად ხედავთ მთელ მსოფლიოში რა ხდება, ავსტრალიიდან დაწყებული მთელ მსოფლიოში. საქართველოში შიდა არეულობები კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვისაც და მე მგონი ნებისმიერი საქართველოსელი ადამიანისთვის. ის იძულებები, რაც დღეს არის რეკომენდაციის სახით კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ის რის კანონმდებლობაც მას უნდა მიიღო ჩვენ საქართველოს კონკრეტულ მაგაზე წევრობით საქართველოს კონსტიტუციას შეგიკვეცავს, საერთოდ საქართველოს და თავის კონსტიტუციას დაიქვემდებარებს. აი ეს წერია იქ გამოგიცხადებს პანდემიას და დამთავრდა თქვენი კონსტიტუცია, დამთავრდა თქვენი CSKOS და ყველაფერი. ის იტყვის იმას და შემოიყვანს სხვა ჯარს, ჯარისკაცებს, რომლებიც თვითონ ყავს, ხვდებით რაზე ალაპარაკი. ამიტომ საქართველოს მოსახლეობას დავეკეს მარტო ვირუსი კი არ დაფინავს და მარტო ვირუსი კი არ, ეს არის კარგად ეს პოლიტიკური თემები და შესაბამისად ის რაც მიმდინარეობს მსოფლიოში იქნება და საქართველოს საქმე საერთოდ არ არის. და გავდგეთ განზე საშინელი ომისგან, ხო შეიძლება რომ გავდგეთ განზე, ჩვენი ომი არ არის. გავდგეთ განზე გონიერებით იმოქმედეთ, კანონმდებლობით არ იგრძელება ამ რეფერენდუმის ჩატარება იმ ფორმულირებით, რა ფორმულირებითაც ვამბობთ. მიიღეთ ესე დავეკითხოთ ხალხს და გეუბნებით დიდ ნებადაგელობას გამოიწვევს ეს და რო არ მოხდეს რაიმე სასაური ამ ქვეყანაში და სიმშვიდით გავიაროთ ყველაფერი. ჩვენ პრაქტიკულად ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას იმაშიც კი ეხმარება, რომ სიმშვიდით გადაიაროს ყველაფერი და არ მოხდეს ის რაც ხდება ავსტრალიაში, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში. იმედია ნახულობთ რა ხდება, ხო, რა არეულობები არის. საფრანგეთი, იტალია გადაწყვეტს საერთოდ. წელიწადშია გაყოლი. ამერიკა რა დღეშია? ეს არ არის ჩვენი ომი. გამოვიდეთ ამ ომიდან. დავიწყოთ ნორმალურად ცხოვრება. დავეკითხოთ ხალხს, აქ მარტო ეს არ ჩვენი კითხვა. დავეკითხოთ ხალხს, იყოს თუ რა ჯანმრთელობები, არანაირი ხელმისაწვდომი არ არის რეაქცია. ხალხის ყველა ადამიანი ხალხის არ ვეთანხმებით. ყველა ხალხის ნებეთის არ დაგავიწყდეთ. ლევან არ ვეთანხმებით იურიდიული დეპარტამენტის რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ ვეთანხმებით. ძალიან შრალ და აბსოლუტურად ინტერპრეტირებულ დასტას თქვენი იურიდიული დეპარტამენტის. ეს არის ინტერპრეტირებული ჩვენი წინააღმდეგობაში არანაირი დენონსაციები. ასე შეიძლება არ იყოს. მხოლოდ ხალხის ნება იყოს თუ არა წევრი, მორჩა. გამოცხადეთ. ამ შემთხვევაში შემოთავაზებული კითხვა საქართველოს სულ თუ არა საქართველოს დატოვოს ჩანდაცული ორგანიზაცია ვინ ლაპარაკობს ვეფერზე? საქართველოს ეს არის ძალა შეცდომა, მოქმედება შეცდომა საქართველოსთან მიმართ. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, ფორმალურად დენონსაცია შესაძლებელია არ არის ამ ფორმულირებაში დატოვება და დენონსაცია ერთნაირი აქედან გამომდინარე რას ბრძანებთ ბატონო ჩემო საიდან მოიტანეთ ეს სასამართლოს მასალები იწერება ახლა სასამართლოში მოგიწევთ ამ ყველაფრის პასუხისგაცემა ახლა რაც იწერება ვიდეოში რა სასამართლოს განუმარტავთ თქვენ ერთი და იგივეა თუ არა დენონსაცია და რეფერენდუმზე საკითხის დასმა ძალიან ძლიერი იურიდიული გუნდი ყოლიათ. იმიტომ რომ თქვენ მოგეცათ შესაძლებლობა პოზიციის დაფიქსირების და
შემიძლია სამართლიანი ფაქტობრივი კი ბატონო, ვაფრთხილებ წინასწარ რომ იქნება სასამართლო. შეიძლება თავი შევეკავოთ ასეთი რეპლიკები და დასიზამს და როგორ ისამს იურიდიულ და უწყება ზოგადად უწყებას წარმოადგენს იურიდიულ უწყება ტყუილს ამბობს პირდაპირ და შეყავხათ შეცდომაში. აი ეს არის პასუხისგებელი ეხლა. აი ეს ბატონი გახლავთ ტყუილში და შეცდომაში თქვენი შემყვანი. აი ეს ამას ვაცხადებ პირდაპირ და თუ გინდა მიჩივლე მაგის გამო. ჩვენს თავში შეცდომაში რას ეწევენ ამას ეზარდეს ჩვენი გადასაწყვეტი არ აქვს ხო ახალგაზრდის და კორექტულად დავაჩინოთ ვაჟბატონი ცუდი სიტყვა არ არის ნამდვილად. შესაბამისად რეგულის აქტუალურად გამოიწვა მოსაზრებები მათ შორის კომისიის წევრებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. პირდაპირ მინდა გითხრათ რომ ამ შემთხვევაში საუბარი არის იმაზე რაც არაერთხელ ითქვა რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეს რომელიც გაერთიანებული არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რომელიც წარმოადგენს გაერთიანებული ერების სპეციალიზებულ დაწესებულებას რაც თავისუფლები საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაცია არის და ბუნებრივი არის სამართლიანი პოზიცია როგორც ინდივიდუალურ დეპარტამენტმა წარმოადგენს ცხადი არის იმ სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით ბუნებრივია ვერ გახდება საფუძველი იმისთვის რომ შემოთავაზებული საკითხი ჩემი პირადი აზრით იქნეს რეგისტრაციაში გადაღებული და გამომდინარე კეჭის ფრაზე განკარგულების პროექტი რომლის მიხედვითაც უარი ეთქვება რეგისტრაციაზე საინიციატივო ჯგუფს და მის მიერ შემოთავაზებულ სარეფერენდუმო საკითხს სულ თუ არა საქართველოს დატოვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომხრე ხვა წინააღმდეგი დიდი მადლობა თქვენ შეგიძლიათ დავტოვებ წვდომას ერთ რეპლიკას ვიტყვი უკაცრავად ჩვენ არ თქვენთვის შეიძლება ამოწურდეს ჩვენთვის არ არის ამოწურული და შესაბამისად ჩვენი სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება სასამართლოში კარგად ბრძანდებოდეთ ეს გადაწყვეტილება ძალიან კარგი მისალოცი გახდა. თქვენი სახელი და გვარი მითხარით თუ შეიძლება რა. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებ თქვენ თავზე, რომ იცოდეთ და სასამართლოში მოგიწევთ პასუხისმგებლობა მაგის გამო.